საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განახლებას იწყებს. პირველი შემადგენლობა ჩინეთიდან ფოთის პორტში დღეს შევიდა. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია GRS-მა საქართველოს რკინიგზისთვის 5 მატარებელი დაამზადა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მატარებლის პირველი შემადგენლობა მგზავრებს 3 კვირაში სპეციალური ტესტირების შემდეგ მოემსახურება. სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა განცხადებით 2013 წლის პირველ ნახევარში მაგისტრალური გადაყვანების ყველა მატარებელი შეიცვლება. ჩვენ შევიძინეთ 5 ახალი შემადგენლობა, რომლის პირველი ვაგონი ჩამოიჭურთა ახლა ფოთის პორტში. ეს გახლავთ 4 ვაგონიანი შემადგენლობები, თითოეული შემადგენლობა იტევს 300 მგზავრს მოემსახურება, არის 2 კლასის. ეს გახლავთ ძალიან თანამედროვე უსაფრთხოებისა და მართვის სისტემებით აღჭურვილი, გაუმჯობესებული, კომფორტული, კონდიცირების სისტემით, რასაკვირველია და სხვა ბევრი კომფორტი.